მოგესალმებით სახლიდან. ყოველდღე მოვდივარ ხოლმე კატებს ვაჭმევ. მაგრამ გუშინ რაღაცნაირად ვერ მოვახერხე. კი ქონდათ საჭმელი, მაგრამ გაძლიერდება. დღეს მოვედი, ბლომად მოვუტანე, ჩაუყარე. რაღაცები დამჭირდა, ავიღე დედასთან იქ საერცხის მანქან არის გასასწორებელი. ცოტა რაღაცა არასწორად დგას და მოკლედ უნდა გავუსწორო. ეხლა რომ გავალ უნდა ვიყიდო კარტოფილი და პური. მოკლედ აქ ესეთი ამბავია ჩაბნელებული. ეს აურზაურია თავისთავად რომ მოვადენ, ანუ ჩაგვირთავენ დენს აუცილებლად დიდ ეგრეთ წოდებულ ბორკას გავაკეთებ, ახლა მოუწევს ანუ ახალი კვირა ხო დაიწყება, იმის იქით კვირის ბოლოს. მოკლედ ბნელა, მეგობრებო, აქ ბნელა. რა იყო დობის გონია რომ დავსაჯე, ალბათ მე ესე ვფიქრობ, რომ დობის ეგონა რომ მე დავსაჯე და ესეთი ფორმით დავსაჯე და მოკლედ აბრალებდა გაფის. გუშინ წინ იმალებოდა გაფი, საწყალი შემძრალი იყო სადღაცას, ეჩქულებოდა, რომ აი შენი ბრალიაო, შენო გამოისაქმეო, უადგილასო, ეხლაო ჩვენ დღეს მივართ და მოკლედ ეს სარეცხიც კი არ ჩამომიხსნია. მოკლედ ეხლა ვფიქრობ რომ ისეთი ხო არა მაქვს წასაღები არ დამავიწყდეს. მე კი ვიცი, რაც ვჭირდება იქ, მაგრამ ეხლა მთელ სახლს ხო არ გადავიტან. სამსახურისთვის ვჭირდება გამოსაცვლელი შარვადი, ეხლა უნდა მოვძებნო. და კიდევ რა შეიძლება იყოს ისეთი. მოკლედ, რამე ხვალაც ხო ვისვენებთ ეს კვირა. კვირაა ეს ხო. კვირა. და ხვალ კიდევ ორ შაბათს ვისვენებ. მოკლედ. ხო, რო არ ვისვენებდე, უფრო სწრაფად გადავიხდიდი თავისთავად დენს. ისეა, ჯერჯერობით. კარგით, აბა ცოტა ხანში გავიქცევ, არ მგონია გარედან გადავიღო. ძალიან პატარა ვიდეო გამოვა. ვძებნი ახლა და დაგიბრუნდები წაში. მოკლედ ამინდების ვერაფერს ვერ გაიგებ რა. ჯერ გრილო და გზაში დამცხარე, მე ისე სწრაფად დავდივარ. ვიღაცამ კომენტარში ხო დამიწერა სასაცილო კომენტარი. გოგოებო, მადლობა კომენტარებისთვის, ბოდიშით რომ ვერ გაგეცით პასუხი. ცოტა სხვა სიტუაციაში ვარ და ასე ვთქვათ, თავისუფალ ადგილს და თავისუფლად ასე ვერ პოულობ ჯერჯერობით, აი რომ ჩადგება ეს წვიმები და ქარები და რაღაცა, გარეთ გავალთ და იქ გადავიღებ ვიდეოს. ხო, იქ იყო ეს ქიმიასთან დაკავშირებით და ესეთ საერთო საშუალებებზე. მეც იქ ვყიდულობო, მე ვიცი ბევრი ყიდულობს, შეიძლება ერთ დროს შევხვდეთ კიდევაც იქ ერთმანეთს, იმიტომ ძალიან ხშირად დავდივარ, ეხლაც ვიყავი, ის მისაღება ვიყიდე. მოკლედ ძირები უკვე შესაღებია. ეხლა ვფიქრობ, რომ ორ ნაწილად გავუყოფავ საღებავს, ცოტა გაუძვირებიათ. ხო, და მოკლედ ეხლა გავალ, ნელა ვივლი, ეხლა აღარ მეჩქარება და გზად ვიყიდი პურს და კარტოფილს. ხო, გუშინ სადილები მოვამზადე, სალთი ცეზარი მოვიმზადე, რაც უფხარშოს ვარიანტი გავუკეთე. და ეს რომ ხელა ბუზი შემოფრენი, ღია მქონდა, ვანიავებდი და ისე ღია არის სოდნაო, რომ მაინც არ ჩაიხუთო საქაურობა. მოკლედ, სადღაც ეს კვირა ჩამთავრდება, იქითა კვირა ჩამთავრდება და იმის იქითა კვირა რო ჩამთავრდება. მაშინ დავბრუნდებით სახლში. ხო, ანუ გადმოვალთ ისევ აქ ვიქნებით რა. ეხლა ამ ეტაპზე იქიდან მომიწევს სამსახურში სიარული. ჩემთან იქნება ხოლმე სოსო. როგორც თქვი რა, ესეთი ამბები
ვერაფერზე ისეთ ვერ გელაპარაკებით ჯერ თემებზე და რაღაცა ვთქვათ საჭიროებო საკითხებზე ან რაღაცა ისეთი მოქმედებაში ვერაფერს ვერ ვაკეთებ. ბოდიში მოგიხდით, ჯერჯერობით ესე იქნება. ნახოთ როგორ შემეწყობა ხელი იმის მიხედვით. კაფე ისე შემეცოდა იმ დღეს დამალული იყო, ეტყობა ეჩხუბა ძალიან ჩხუბობენ ხოლმე, ეხა ბიჭები არიან და არ ვიცი რას ვერ იყოფენ. მოკლედ ახლა ბლომად საჭმელი ჩავუყარე და ერთი დღე ეყოფათ თავისუფლად გაუსეს სულ ისინი და შეჭამენ, ახლა რაც არ ჩაეტევათ, გაჩერდებიან და მე რომ მოშიდოთ კიდე შედა. ხვალამდე რამდენი ვილაპარაკე ღმერთი ჩემო, კარგით, აბა დროებით წავედი ახლა მე. მოგესალმებით, საღამომშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ეხლა მოვწებნება და მოოთახი აქ და მეთქი ჩავწერ ვიდეოს. როგორია იცით რაღაცნაირად რო ხარ კალაპოტში. კალაპოტში რას ნიშნავს? რაღაც შენი ისე გვაქვს რა, ცხოვრებული რაღაცა რეჟიმი და ის და უცბად ჰოპ და ამოგაგდებს რაღაცა ამ რეჟიმით. ისე რაღაცა კუთხით ხანდახან კარგიც არის. ესეთი ამოგდება რეჟიმიდან ცოტა სხვა რაკურსით შეხედო ცხოვრებას, ცოტა სხვაგვარად იმას რა დაინახო საგნები რა. ხო აქედან როცა მივდივარ სამსახურში, სულ სხვანაირი ისა მაქვს, აი როგორ გითხრათ, არ ვიცი, გქონიათ თუ არა თქვენ მსგავსი რამ, დავუშვათ რაღაცა უბნიდან ბრუნდებით სახლში და სახლში შედიხართ რაღაცა სხვა ემოცია გაქვთ. უფრო განსხვავებული ვთქვათ უბნიდან, უფრო სხვა. არ ვიცი, მე ეტყობა ძალიან ვაკვირდები ესეთ რაღაცებს, ზოგადად არის ესეთი რამე და ფსიქოლოგიაში ვსწავლობდი, ფსიქოლოგიას რომ გავდიოდით, იქ იყო ესეთი საუბარი იმაზე, რომ ყველა ადამიანი სხვადასხვაგვარად აღიქვავს ერთი და იგივე თუნდაც პეიზაჟს, თუნდაც გარემოს რაიმე გარემოს, მოკლედ ყველას აქვს თავისი ხედვა, თავისი შეგრძნებებით. ანუ იმ ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც აქვს მას დაგროვილი ან გემოვნება და ასე შემდეგ, ესე აღიქვავს რა სამყაროს ყველა სხვადასხვანაირად. даже ჩვენი ძვირფასი ადამიანები ხო, ჩვენი ოჯახის წევრებიც, ჩვენ რო გონია რომ ჩვენსავით ზუსტად იგივეს გრძნობენ ან რაღაცა იგივე ის არის, ესე არ არის. ანუ ყველა რამდენი ადამიანიცაა იმდენი განსხვავებული ხედვა და გემოვნება და ასე შემდეგ. ეხლა შევამჩნიე რაღაცა, ну, მოკლედ ჩემი ძმაისით რაღაცებს აკეთებ. ადრე ხო გითხარით საფულეების გაკეთება დაიწყო თქო, მერე კიდე სხვა რაღაცები. აქ შემიძლია მოვწევი ფანჯარა მაქვს ღია. და აქ არის ესეთი საფერფლიც. შევხედო ეს რა არის და თქვენც გაჩვენებთ. ეს საყვარელია. აი მე რა კაი რა. ეს ჩემმა ძმამ გააკეთა თუ იყიდა. უკვე ისე კარგად აკეთებს რაღაცებს, რომ გონია რომ თვითონ გააკეთა. სათვალები შევხედავ და მივხვდები. ხელით ნამუშევარია თუ არა. არა, ეს მგონი მანქანა და გაკერილი. ეს რაღაცა რა თქოს ის არის. შეიძლება ჩემმა ძმამაც გააკეთა უკვე ისე ადახელოვნებული, რომ ვერ გაარჩევ. მოკლედ ძალიან კარგად აკეთებს რა ყველაფერს.
აი ეს ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ძმის ნახევარია. თუ ესეთი გააკეთა და მაჩვენა ადრე, ხო? ნუ აქ არ არის. ხო, ნუ ესეთი. ხო და ასე რომ ახლა ეს რატო აღნიშნე, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად აღიქვას ყველაფერს. და საიდან მოდის ეს აღქმა პირადი გამოცდილებიდან, პირადი განვლილი ცხოვრებიდან და პრინციპში რომ ლაპარაკობენ იმას, რომ ადამიანი ძირითადად ახმოვანებს საკუთარ თავს, დიდი ალბათობით სინამდვილეა, იმიტომ რომ თავისი ადამიანი ყოველთვის თავიდან გამომდინარე, თავისი გამოცდილებით მსჯელობს რაიმეზე, ხო? დამეთანხმებით. ანუ როგორც გამოიარა ადამიანმა ცხოვრება, რაც ნანახი აქვს, რაც გაგონილი, იმის მიხედვით სხვებზეც როცა მსჯელობს ადამიანი, მაშინაც ანუ ჩართულია ეს ფუნქცია, მოკლედ. ბევრი გაიგებს, ბევრი ალბათ ვერ გაიგებს, რასაც გულისხმობ. მოკლედ ესეა რო ვაკვირდები და გამოთქმებიც არსებობს ესეთი, ხო? ანუ რუსული გამოთქმა ესეთი каждый судит по своей мере и испорченности. ანუ ეს იმას არ ნიშნავს პირდაპირ მნიშვნელობით, რომ გაფუჭებულია ადამიანი. არა, ანუ რა დოზითაცო, ანუ გაფუჭებულია ეს სიტყვით, ხო ესეთი თარგმანი. ისე ესმისო ადამიანსო, ისე მსჯელობსო. ანუ ეს ალბათ უფრო ისეთ ადამიანებს ეხება, რომლებიც სხვა ადამიანებს ლანძღავენ, ხო? ესე იგი გამომდინარეობს იქიდან, რაც თვითონ არის, იმის ასე ვთქვათ პროექციას აკეთებს რა, მაგრამ ზოგადად მნიშვნელობა ამის უფრო ფართოა რა, ანუ ადამიანი თავისი გამოცდილებიდან, თავისი განვლილი ცხოვრების გავლენის გზის მიხედვით მსჯელობს. ეს ისეა. ასე რომ როცა ადამიანი რაღაცა კარგს გისურვებს, კარგს გიწევს, ან რაღაცა ესეთი, ხო? ესე იგი ის ადამიანი არის ასე თუ ისე შემდგარი, ბედნიერი. კმაყოფილი ცხოვრებით შეიძლება სრულად არავინ არ იყოს, თითრებიც არ არის სრულად კმაყოფილი, მაგრამ არის ხო რაღაცა, რაც ადამიანს ან აკლდება, ან აკლია და რაღაცა ვთქვათ სურვილი აქვს და ვერ ისრულებს. შეიძლება ვთქვათ ვინმე ყავს ისეთი დაკარგული, რომლის ვთქვათ დაბრუნებაც წარმოუდგენელი, ანუ გულისხმობ გარდაცვლილს, ხო, ანუ ესეთი რაღაც, ანუ სრული ბედნიერება არ არსებობს და ასე რომ აქედან გამომდინარე სრულად შემდგარი და წარმატებული თუნდაც და ბედნიერი ადამიანი ესეთი ბუნებაში არ არსებობს. ყოველთვის იქნება რაღაცა ხარვეზი, რაღაცა იმისა და კმაყოფილება, ხო? მაგრამ ზუსტად მაგაშია მთელი აზრი ჩადებული ცხოვრების, რომ მცირედითაც რომ ადამიანი კმაყოფილია და მადლიერია, ამისთვის უფალს მადლობას სცემს. ეს არის მთავარი. ხო და მithunt ეს ახლა რა ვიცი, რასაც ვუყურებ, მე მსოფლიოში რეально ხდება და ჩვენ ქვეყანაში ძალკე და მოკლედ ხალხი თვითონ ადამიანები არიან როგორ ვთქვათ, ალბათ გადაიღალა კაცობრიობა თუ არ ვიცი რა ჭირს, მოკლედ ძალიან ისეთ დღეში იმყოფება, რომ ხდება ის, რაც ხდება. ქვეყნებს შორისაც ვერ დავებდა ეს ურთიერთობები,
ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ. მაგალითად დღეს არა, დღეს არა, გუშინ ვიყავი, გასული აქვე ახლოს ბაზარში. და ქვემოთ რა ჩასასვლელი არის ზუსტად იმ მაღაზიის გვერდზე რა, ეს ქალაქის გულის გვერდზე, რომ ქიმია და რაღაცები რო იყიდება. აი მაგის გვერდზე კიდე არის ქვემოთ ჩასასვლელი და ბოსტნეული იყიდება მათ. და როგორც კი ჩადიხარ, აი პირდაპირ იდგა ქალი, ქართველი არ იყო, რა თქმა უნდა, არ ვიცი, რა ეროვნების იყო, მაგრამ ძალიან ისე მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე. ეტყობა ვიღაცა არაკეთილსიერი სინდისერმა მყიდველმა გააბრაზა არაერთხელ შეიძლება სხვადასხვა და უკვე გამომუშავდა იმუნიტეტი და უკვე ყველას ესე ვთქვათ ცოტა არ იყოს ცოფიანივით ეტაკებოდა და რაღაცა ესე ყურება უკარი რა ეხლა ყოველდღიურ ფას ეუბნებოდა ქალს და მომესმა რომ ესო სამი ლარიო თუ რაღაცა ანუ სამლარანთო თუ რაღაც ესეთი გავიგე და ყოველდღიურ სამეღის მეთქი და ესა არა ორი ესა ვინ მოგცემს თუ რაღაცა ესეთი ანუ უხეშად მომართა ну რა თქმა უნდა ეხლა რეაქცია არ მქონდა არც შევეპასუხე რატო უნდა შევეპასუხო გავედი გვერდზე და გვერდზე გამყიდველმაც რაღაცნაირად ისე თვალები ესე ანუ ეტყობა უკვე დიდი ხანია ესე პასუხობს რა მოხარებლებს და ანუ ვიყიდე იმ ქალბატონთან რომელიც თავის საქმეზე ასე ვთქვათ ისე შვიდად ლაღად ღიმილით ასრულებდა და ყველას ძალიან თბილად ესაუბრებოდა მისგან შევიცინე პონდარ და ის მიქალისგან აღებული ნებისმიერი ხო რატომაც მგონია რომ არ შეერგება ადამიანს აწყენს მოკლედ ბუზუნა ჯუჯუნა გამყიდველებისგან არ იყიდოთ ხოლმე რატომ იმიტომ რომ ის ენერგეტიკა რასაც თვითონ ატარებს და იმ ბოსტნეულს ხო ეხება ყველაფერი თავისი ნეგატივი გადმოაქვს იმ გაყიდულ თუ გასაყიდ პროდუქცია იმ გასაყიდ ნივთზე და შეიძლება ზოგი შეგნებულადაც აკეთებს რომ თვითონ მოიშოროს ხო არსებობს რაღაცა ამდაგვარი რაღაც იცინი ხო ზოგს ჯერა ზოგს არ გჯერა ვისაც გჯერა გაგვატარეთ ხო და ხო არის ესეთი რაღაცები რა აი ესეთი თვითონ მოიხსნა ის რაღაცა და გაუშვა რა ასე ვთქვათ ესეთი მეთოდებიც არის ხო ხო და ფრთხილად იყავით იყიდეთ კეთილგანწყობილი ადამიანებისგან ამხელა მნიშვნელობა აქვს მაგასაც ლეთ ყველაფერს უნდა უკვირდებოდეს და ისე კი არა რომ დაიძაბოთ აუყალებს როგორ გავაკონტროლებ იმდენი საქმე მაქვს ახლა ამაზეც ვიფიქრობ ან ეს უნდა იყოს რაღაცა თითქოს პროგრამის ნაწილი და ეს უნებლიეთ უკვე ანუ ჩადებული უნდა გქონდეს როგორც პროგრამა ისე უნდა ასრულებთ მე ესე ვგონია ხა ცოტა ისე ჩუმად ვარაკვებ თან მიკროფონის გავიკეთე იმიტომ რომ ფანჯრიდან ეზოში მაინც ისმის და არავის არ იცნობა ჯერ ჩემ ეზოში ხო ვიცნობ და აქ საერთოდ აგრეთ თმები ჯერ არ შემიღებია როგორც ხედავთ ველოდებოდი ამ საუბარის ყიდვას რომ არც დავიბანე სპეციალურად შეგნებულად რომ ცოტა რომ კარგად აიღოს რა სახება თმამ და ეს თავი რომ მიჩანს ეს უყენეროს ვიშლის ხოლმე ანუ თეთრი კანი რა თან აქ მაქვს მე ანუ აი ნახეთ აქ უფრო ისა მაქვს ვიდრე აქეთ რა საერთოდ ზოგადად დიდი შუბლი მაქვს ბავშვობიდან მაგრამ დედა ყოველთვის მიყოფდა თმას მარჩუნ ანუ თმებს აი ესე მარჩვენა მხარეს აი ესე მქონდა სულ მთელი ბავშვობა გადაყოფილი ხო და აქედან გამომდინარე ეს არ განვითარდა ეს ნაწილი თუ არ ვიცი
ხოდა ესე მეგობრებო, ჯერჯერობით ესე ვართ მოდესუსო. აქ ტელევიზორია, ჩვენ სახში ვარ როგორ ტელევიზორს ვუყურებ ხოლმე. ძირითადად უფრო GDS-ის ესე ფილმებია, იმიტომ რომ კომპიუტერი არ აქვს, ჩემი გემოვნებით ვერ ავირჩევ, ჩემი გემოვნებით მხოლოდ მობილურში შეიძლება ავირჩევ და პეტრე ეკრანზე უნდა ვუყურო ხო რაღაცა ფილმს დავუშვათ. თუ ახლა ძალიან მომინდა, ესე ჩავისწრები და ვუყურებ. როგორც მატყობს ჟაკეტით, ასე ვთქვათ, მაცვია, იმიტომ რომ გივა. თან ამ ოთახში განსაკუთრებით გრივა. ზამთარში ეს ოთახი არის საყინული. აქ არის ძალიან ბევრი მცენარე, ანუ ხეები ისეთი გამწვანებულია, გაურკვევი რაღაცი. და საინტერესო თუნდაც გაგახედეთ პანჯარაში. აბეცი თუ გამოჩნდება, მგონი არ გამოჩნდება, ჯობია დღის საათებში გაგახედეთ, იმიტომ რომ საერთოდ ღამე უკვე რადგენა. კარგით, ახლა მე გავიკეთებ ყავას, ხომ მართლა სამსახურში, ჩემი თანამშრომელმა მიმაჩვია რა თვითონ ცვალს უშაქროს და მეც მომეწონა, ოღონდ მომეწონა როგორი ვარიანტი გეტყვით. ანუ უნალექო ყავა, ეს ეგრეთ წოდებული სლიპკები რა, ნაღების ფხვნილი, რომელიც იყიდება გარონში, არ ვიცი ხოდან არ მინახია. და ანუ სამ კოვს ამ ნაღების ფხვნილს ვუკეთებ, თქვათ ერთ კოვს ნახევარ ყავას, წყალს ვასხავ, არანაირი შაქარი აბსოლუტურად ვურევ და ოდნავ რომ აი თუ ძალიან დუღარეს ვერ ვსვავ ამ ფორმით რა. მე საერთოდ დუღარეს ვსვავდით, ვისაც გახსოვთ. ხო და ვსვავ ესეთი სახით და თავიდან ანუ ყლუps რო ვაკეთებ თითქოს ცოტა სიმწარე ხო იგრძნობა მაინც თითქოს სჭირდება მაინც ოდნავ დათბობა ხო მაგრამ აი ბოლოს უკვე რო ყლაპავენ ყავას და ის გემო რაღაცნაირი ის ნაღების გემოც ისე მომეწონა რომ უკვე არ ვიცი კარგი ხანია შაქრიანი მაგრამ ნალექიანს ვენ ჩაქრთვაკეთ აი ნალექიანს ჩაჩერებით ვერ ვსვავ უშაქროთ არ შეიძლება მაგამდეც მივიდე, მაგრამ უბრალოდ ეს ვარიანტი მომეწონა ნაღებით. ისე ყავა, ალბათ თვითონ ყავა უნდა იყოს ძალიან გემრიელი, აი უგემრიელესი, რომ აი მხოლოდ ყავის გემოთით კრებოდე, მაგრამ ეხლა რასაც მე ყიდულობთ და რაც კი გამისინჯა ყავები, ჯერ არ შემხვედრია. მე მახსოვს, ჩემ ბავშვობაში იყო კარგი ყავა ადრე, არ ვიცი რატო იყო ადრე კარგი და ეხლა ამ გემოძრეს რეცეპტორები შემიცვალე მოკლედ. ადრე უფრო გემრიელი იყო. არ ვიცი ეხლა სიგარეტსაც რო დავანებო თავს უფრო მეტად გავიგებ ყავის გემოს და უფრო მეტად არ მომეწონება დარწმუნებული ვარ. ანუ რაც იყიდება ის ყავები და რაც ესა ალბათ ძალიან ცვირები იქნება. მე მახსოვს რომელიღაცა მარკეტში იყო 1 კილო ყავა ხირდა 150 თუ 200 ლარამდე სადღაც ეს გეუბნებით რომელ წლებში იცით დაახლოებით ალბათ 20-25 წლის წინ რომ ამბობს გეუბნებით ჯერ მაშინ ვიყიდა ამდენი და ახლა რა ვიღება წარმოიდგინეთ ნუ იყო რაღაც მე მგონი გვთვილი იყო თუ რაღაცა ესეთი მაგარი და ქსელი არ მახსოვს ზუსტად ბაკეში ნახე აი იყო ესეთი ფასის ყავა დავამახსოვრდა იმიტომ რომ გამომკვირდა ძალიან დიდი ფასი ქონდა ну ალბათ გემოც კარგი ეცნობოდა თავისთავად მოკლედ ესეთი ამბები წავედი ახლა გავიკეთე ნალექიანი ყავა დავშტები რაღაცა ფილმს შევხედავ სადილი მაქვს დასასრულებელი ვაკეთებ რაღაცას მოკლედ ციცბურა უკვე მოხარშე და ესეთი ამბები კარგი დაბა დროებით ვინც იწინებთ წიგნებისა, ვინც დღისით მეგურებთ, კარგი წარმატებული ორშაბათი დღე. კარგი დაბა, გაგოცეთ.